გაპრეზიდენტებიდან 3 კვირის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეაფასა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შესახებ, მმართველ გუნდში არსებულ უთანხმოებასა და ახალ ინიციატივაზე, რომელიც ცილისწამებასთან დაკავშირებით რეგულაციებს ეხება. პრეზიდენტის გზავნილებს ანა ბროლაძე გაგვაცნობს, რომელიც ღია ეთერში გვერდდება. ანა, გისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ამოქმედა, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მან დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივაზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, რომ პარლამენტმა გაითვალისწინოს ის პოზიცია, რომელიც აუცილებელია, რომ არასამთავრობო სექტორთან ფართო კონსულტაციის შემდეგ ჩამოყალიბდეს. ეს ეხება წინა საარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე იმ დასკვნებს, რომელიც გამოიტანა საზოგადოებამ და მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა, რომ აუცილებელია გარკვეულწილად ადამიანი იყოს დაცული ცილისწამებისგან, აგრესიისგან, სიძულვილისგან და შეურაცხყოფისგან, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადებით უხვად იყო გაჯერებული წინა საარჩევნო პერიოდი, ასეთი კამპანიიდან გამომდინარე და ის ამბობს, რომ აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა და გარკვეულწილად ზღვარის გავლება, სად არის, თქვა ეს შუალედი, ისე რომ ერთი მხრივ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული და მეორე მხრივ დაცული იყოს თავად ადამიანი ცილისწამებისგან. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს კონსულტაციები და ის პოზიცია, რომელიც შეჯერდება ასეთი ერთობლივი დისკუსიების შემდეგ, პარლამენტმა გაითვალისწინოს და შეიქმნას ახალი კანონმდებლობა, მან მაგალითად მოიყვანა საფრანგეთი, სადაც ახლახანს მიიღეს სწორედ ასეთი ტიპის და დაამტკიცეს ასეთი ტიპის კანონი, რომელიც არეგულირებს ერთი მხრივ, როგორც უკვე აღნიშნე, სიტყვის თავისუფლებას და მეორე მხრივ იცავს ადამიანს ცილისწამებისგან. ძალიან კარგად ვიცი. რა წინააღმდეგობა თეორიული არსებობს ცილისწამების კანონის შორის, რომელიც იცავს ადამიანის ღირსებას და სიტყვის თავისუფლების შორის და შეიძლება იყოს ასეთი დაპირისპირება და შეიძლება იყოს ერთის მიერ მეორესთვის შეზღუდვა. ეს არის ის, რაც კანონმა უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანონი, რომელიც არ არღვევს არც ერთ პრინციპს, არც მეორეს. ამ საკითხში აუცილებელი არის, რომ არასამთავრობოებთან იყოს ძალიან გაშლილი საჯარო კონსულტაცია და ვნახოთ, რას მივახცევთ. მზა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. არის ჩვენგან პირადად მზადყოფნა იმისთვის, რომ ამაზე ვიმსჯელოთ. მედია დაინტერესდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხით ბოლო დღეების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენებით მოსამართლეთა უვადო გამწესების თემა, ასევე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რაც არის განხეთქილების მიზეზი, მათ შორის მმართველ გუნდში. დღეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ვინაიდან არის ნეიტრალური ინსტიტუტის პრეზიდენტის სახე და მისი პოლიტიკური მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კონდეს კონკრეტულ მოსამართლებთან თან კონკრეტულ სიასთან მიმართებაში, ის დასრულდა მის ცხოვრებაში, მოდი ასე ვთქვათ, ის პერიოდი, როდესაც მას შეეძლო თავისუფლად პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვა. ერთადერთი პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ აუცილებელია პროცესი გადავიდეს ისეთ ჩარჩოებში, ისეთ ტემპში, რომ დისკუსიების შედეგად მიიღოს ქვეყანამ და ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დემოკრატიის ერთ-ერთი ქვაკუთხედია სასამართლოს სისტემის ადმინდობა, სწორედ ამაზე გადის მათ შორის ქვეყნის მომავალი ევროინტეგრაციასთან მიმართებაში და აუცილებელია, რომ საზოგადოების ეს ნდობა გაიზარდოს სასამართლო სისტემასთან და ზოგადად მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. რომელიმე მოსამართლის მიმართ რა არის ჩემი პოზიცია, მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში, არც პოზიციაში, ასე რომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება და ეს თქვენს კარგად იცით, რომ მე რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ შეიძლება იცით და ბევრმა სხვამ საზოგადოებაში, მაგრამ როგორც პრეზიდენტი მე არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია, არც იმის მიმართ თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც შეადგენს ხვალ უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს პრეზიდენტმა თავი შეიკავა ასევე მართლგუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისა და შეფასებისაგან. მან თქვა, რომ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის იქნება გამაერთიანებელი და მათ შორის გამაერთიანებელი თუ საჭირო გახდება, იქნება მართველი გუნდის მიმართაც, თუმცა ის ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს იმას, რომ პროცესებში არ ჩაერიოს და ამბობს, რომ მას როგორც პრეზიდენტს არც აქვს ამის უფლება. არ არის ჩემი შესაძლებელი ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მართველი გუნდის შიგნით, როგორ განვითარდება ეს პროცესები, ესეც ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემ პირად გრძნობებს რომელიმე გუნდის წევრის მიმართ, ალბათ ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე უნდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი ურთიერთობები რომელიმე წევრის მიმართ და სხვათა შორის კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც არიან დღეს ჩაბმული ამ პროცესებში. ერთადერთი მე იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარ შერიგების პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მართლ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. დღეს კიდევ ერთხელ დაზუსტა პრესკონფერენციის ფორმატში, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი შედგება ბრიუსელში ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან და საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მან თქვა, რომ პირველი ვიზიტი ასევე შედგება ავღანეთში, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მან თარიღზე, რა თქმა უნდა, არ ისაუბრა. კიდევ ერთი ინიციატივა მოვისმინეთ დღეს პრესკონფერენციის ფორმატში და ჟურნალისტებთან შეხვედრისას სამი კვირა შეაჯამა მუშაობის სალომე ზურაბიშვილმა და თქვა, რომ რადგან ახალ ბიუჯეტში აღარ არის ჩადებული პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც განულებულია 2019 წლისთვის, ის გამოდის ინიციატივით ახლა ადმინისტრაცია გარკვეულ იურიდიული ფორმების მოძებნაზე მუშაობს, როგორ შეიძლება რომ მათ შორის კომერციულ საწყისებზე პრეზიდენტი თავად იქნება ინიციატორი, რომ მისი პრეზიდენტის ანაზღაურება, პრეზიდენტის ხელფასი გადაირიცხოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში, რომელიც მიემართება სხვადასხვა სოციალური ინიციატივების დაფინანსებისგან. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის დაგროვებითი პენსია, რომელიც მას დაუგროვდა როგორც საფრანგეთის უკვე ყოფილ მოქალაქეს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მისი ყოველდღიური ხარჯების დასაფარად იყოს ეს თანხა გამიზნული და ის პრეზიდენტის ყოველთვიურ ხელფასს მიმართავს სწორედ პრეზიდენტის ფონდში. ნახოთ რა სახელი ერქმევა და რა იურიდიულ ფორმას მოიფიქრებს ადმინისტრაცია ამისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილს როგორც ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდეს ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ სხვადასხვა პროექტები დააფინანსოს და განახორციელოს. მადლობთ ანა ბროლაძემ გაგვაცნო პრეზიდენტის გზავნილები პირდაპირ ეთერში.